გაინტერესებს როგორ მოქმედებს ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება ტვინში დოფამინის სიგნალებზე. ჟურნალ ნეიროფსიქოფარმაკოლოგიაში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრიმატებს ყოველდღიურად ასმევდნენ ალკოჰოლს. ამით კი გაზომეს დოფამინის ფუნქციის ცვალებადობა ტვინის მრავალ რეგიონში. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი დარღვევებით არ შემოიფარგლება. მამრი მაკაკების ტვინში დოფამინის ავტორეცეპტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დოფამინის დაბალანსებასა და შენარჩუნებაზე, მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარენი გახდნენ. ეს დარღვევა შეიძლება ხსნიდეს თუ რატომ აქვთ ხანგრძლივად მსმელებს მოტივაციის და განწყობის გაუარესება. საქმე მხოლოდ ნებისყოფაში არ არის. ალკოჰოლის სისტემატიურმა მოხმარებამ შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მისი კონტროლის სისტემა. ალკოჰოლი არა მხოლოდ ბუნდოვანს ხდის აწმყოს, არამედ ცვლის ტვინის უნარს მიიღოს ჯილდო და ჩამოაყალიბოს ჯანსაღი ჩვევები. ასევე არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც შენ იღებ ალკოჰოლს, ცხიმის წვა სრულად ჩერდება 24-დან 36 საათის განმავლობაში. ის არის ტოქსიკური, რადგან როდესაც შენ სვამ ალკოჰოლს, ღვიძლი იწყებს მის მონელებას. ამიტომ ნებისმიერ საკვებს, რასაც შეჭამ ალკოჰოლის მიღებამდე და შემდეგ, გამოიცანის მიდის, ინახება ცხიმის სახით. და თუ იმ დღეს ივარჯიშებ, ცილის სინთეზი დაეცემა დაახლოებით 60%-ით.